იტონ კავკასიზე უნდა გესაუბროთ. იტონ კავკასიმა ბაზარზე ახალი ეკოლოგიურად სუფთა ცეცხლგამძლე და ენერგოეფექტური დეკორატიული ფილა იტონ დეკორი წარადგინა. პროდუქტის სამშენებლო ინდუსტრიაში დიზაინისა და ფუნქციონალების ახალ შესაძლებლობას აჩენს და უკვე საკმაოდ დიდ მოწონებასაც იმსახურებს. თავად კომპანია, რომელსაც 100 წლიანი ისტორია აქვს ქართულ ბაზარზე, 2019 წლიდან არსებობს და ადგილობრივ ინდუსტრიას ენერგოეფექტურ მასალას აწვის. რა ტიპის პროდუქტებს აერთიანებს ქარხანა და როგორ აჯამებს 2025 წელს დეტალებზე იტონ კავკასიის დირექტორთან გიგა ხვინგიასთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენი შემდეგი სტუმარია. დღემშვიდობისა ბატონო გიგა, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და პირველად ხართ მე მგონი ჩვენთან და ამიტომ ძალიან საინტერესოა. სიახლით დავიწყოთ, რაზეც მე შესავალ სიტყვაში ვახსენე, ახალი პროდუქტი წარადგინა კომპანიამ, რას ითვალისწინებს, ვისთვის არის განკუთვნილი და რამდენად იყო მოთხოვნა ამ ტიპის პროდუქტის შექმნაზე. დიდი მადლობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იტონ კავკასიუსმა წარმატებით დაასრულა, ფაქტიურად დაასრულა, ასრულებს 2025 წელს. ვისაუბროთ ზოგადად ჩვენი წარმოების შესახებ, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ წარმოება, პროდუქციის წარმოება შესაბამისად რეალიზაციაც და კიდევ უფრო პოპულარული ხდება ჩვენი აირბლოკი, რომლის თვისებების თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. 2025 წელს 3 ახალი პროდუქტი დავამატეთ და ამ პროდუქტებიდან ყველაზე მეტად გამორჩეული არის იტონ დეკორი, რომელიც არის დეკორატიული ფილა, რომელიც გამოიყენება როგორც ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვის და არის ცეცხლგამძლე, არის შესაბამისად ზომის მიხედვით ენერგოეფექტური, არის ყინვაგამძლე და ყველა ის თვისებები აქვს, რაც ჩვენს აირბლოკს გააჩნია. ეს წარმოება საფრანგეთში დაინერგა ცოტა ხნის წილად და ჩვენ ცნობად მსოფლიოში მესამე თუ მეოთხე ვართ იტონგის ქსელის ლიცენზიანტები, რომლებმაც დაიწყეთ ამ პროდუქციის გამოშვება. მოგესალმებით საქართველოა, საქართველოში აგური ტრადიციული სამშენებლო მასალა არის და აგურის სფერი ძალიან პოპულარულია. ჩვენ აგურის სფერთან ერთად ქართული აგურის სფერიც გვაქვს ტრადიციული აგურის სფერი, გვაქვს ნიდერლანდური აგურის სფერი, ეს მოყვითალო მოყავისფრო ფერები და 10 ძირითად ფერს თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ასევე დამატებით ჩვენ დავამუშავეთ ჩვენი ბლოკის გეომეტრიული პარამეტრები და შევქმნით ახალი პროდუქცია, რომელსაც არ ჭირდება ზედმეტი ბათქაში და გარე ფასადი პირდაპირვე, მაგალითად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისთვის პირდაპირ შეიძლება აშენდეს და ძალიან ლამაზ ვიზუალს იღებს, მხოლოდ შეღებვა არის საჭირო მისთვის სასურველი ფერით. ეს ფერებიც ჩვენ გერმანულ ჩვენს სათავო ოფისთან შეთანხმებული გვაქვს საღებავის კატეგორიები, რომელიც საქართველოშიც იქნება. რამდენი ტიპის პროდუქტს აწარმოებს დღესდღეობით იტონ კავკასიუსი? დღესდღეობით პროდუქცია გვაქვს ბლოკის მიმართულებით დაახლოებით 35 დასახელების, სიმკვრივის მიხედვით, ზომის მიხედვით, ასევე გვაქვს დეკორი, რომელსაც 10 დასახელებსაც ვაწარმოებთ, ასევე გვაქვს ეს პროდუქცია, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ბლოკი, რომელიც ვიზუალურად არის დამუშავებული გეომეტრიულად, ისე რომ პირდაპირ ხდება მისი დაწყობა და უკვე იღებს ფასადის სახეს და კიდევ გვაქვს ერთი სიახლე ამ წელიწადს, ეს არის იტონგის შემავსებელი, რომელიც გამოიყენება მოჭიმული იატაკისთვის და სახურავისთვის, რომელიც თითოიზოლაციის და ხმის იზოლაციისთვის, რომელიც ანაცვლებს ტრადიციულ შემავსებლებს და მისი წარმოებაც სულ ეხლა დავიწყეთ. თქვენ ახსენეთ ძალიან, რომ იტონგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ შეიძლება რომ ამის მოკლე გადავხედოთ, როგორი პოპულარობით სარგებლობს იტონგი, რეალურად როცა დადიხარ თბილისში, უფრო და უფრო მეტი შენობა გვხვდება. მშენებარე, სადაც იტონგის ბლოკს ხედავთ. თუ გაგვიზიარებთ და როგორ ხედავთ იგივე წარმატებით თუ კიდევ უფრო მეტად შეიძლება ბაზარმა მიიღოს ახალი პროდუქტი. გეტყვით, ნახეთ, ჩვენ 2025 წელს ამოცანა დავისახეთ მიზნად პოპულარიზაციის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება ჩვენი პროდუქციის. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სტატისტიკას, დაახლოებით 40% მოდის 40-55% ევროპულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი ინდივიდუალურ ბინადმშენებლობაზე და დანარჩენი მოდის მრავალბინიან მშენებლობაზე. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2025
2025 წლის დასაწყისში იყო 5%. ესე იგი ფაქტიურად ინდივიდუალური ბინადრობისთვის არ გამოიყენებოდა ეს ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე 10% იყო დაახლოებით კომერციული ობიექტებისთვის, დანარჩენი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის. რადგან ამ დეველოპერულმა კომპანიებმა ადრე შეითვისეს ეს, ისინი მონაწილეობენ გამოფენებში, დადიან საერთაშორისო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოცდილებას და მათთვის ეს მისაღები იყო. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ მოსახლეობისთვის ყოფილიყო ეს ცნობილი სახეობა და ყოველ დღიურად შემიძლია თქვა, რომ იზრდება ინდივიდუალურ ბინადრობაში იტონგის ბლოკის გამოყენება. ამით ჩვენ ვავსხვრებთ რაღაც მითები, რომელიც არსებობს, რომ დაკიდება შეუძლებელია, ან თქვა რაიმე სხვა პრობლემები გააჩნია. პირიქით, ყველანაირად ვაკეთებთ იმას, რომ ადამიანმა შეხედონ, როგორ შეიძლება გამოიყენო ეს და როგორ მიიღო ძალიან დიდი ეფექტი მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში. რო არ ჩათვალო უსაფრთხოება. დეველოპერების რამდენად გაიზარდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ სულ გვესმის, რომ პროექტი ენერგოეფექტურია და ზოგადად კომუნალურ ხარჯებს რეალურად რამდენად იყენებენ ისინი და მხოლოდ თბილისშია თუ საქართველოს სხვა ქალაქებშიც მათ შორის აჭარიდანაც. მოგახსენებთ 2021 წლის მთავრობის ადგილება როდესაც იქნა მიღებული ენერგოეფექტურობის შესახებ შენობების და მინიმალური სტანდარტები დაწესდა, ამის შემდეგ დაიწყო უფრო პოპულარული, უფრო მოთხოვნა გახდა ყველა იმ საშუალებაზე, რომელიც თბოიზოლაციას იწვევდა. თავიდან იყო შეშფოთება და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ძვირი იყო, მაგრამ დღეს მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რომ ყველა კომპანიასთან ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ვინც იყენებს ჩვენს ბლოკს, ბევრად უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ტრადიციული მეთოდით და შემდეგ სხვა დამათვუნებლების გამოყენება. აქ არის სისწრაფე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის სწორი გეომეტრიული ზომები, რაც შემდეგ სხვა მიზნებისთვის ძალიან მარტივია და კარგი გამოსაყენებელია, ენერგოეფექტური და ხმის იზოლაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პრესტიჟული, ასე ვთქვა და ყველა კომპანია, რომელიც აქვს ამბიცია, რომ შესთავაზოს პრემიალური კლასის პროდუქცია, შენდება საქართველოში იტონგით. თქვენ წინაპირას თუ არ მეშლება მქონდათ გამოფენა აჭარაში ვგებულობდით დიახ მონაწილეობას გამოფენაში, ძალიან პოპულარობით სარგებლობდა. აქ აჭარასთან დაკავშირებით მოგეხსენება სასაზღვრო ზონა და კონკურენცია გვაქვს ხომ და მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მდგომარეობით მაქსიმალურად ვცდილობთ და ჩვენი პრიორიტეტი არის აჭარა და მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა და ყოველკვირეულად ვამატებთ ერთ და ორ კომპანიას, რომელიც იღებს მონაწილეობას. დღეს დაახლოებით 80-მდე კომპანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში დეველოპერული კომპანია იყენებს ჩვენს ბლოკს და მათ კიდე არაერთი მშენებლობა აქვს, ზოგიერთს 4 აქვს, ზოგიერთს 5 და ზოგიერთს უფრო მეტი. თბილისსა და ბათუმზე ვსაუბრობთ. კიდევ ხომ არ არის სხვა ქალაქები, მათ შორის საქართველოს პარტნიორებს გარეთ. არის ქუთაისი, რომელშიც ქუთაისში აქტიურად ხდება გამოყენება, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა ქუთაისში და ეხლაც კიდევ გვაქვს რამდენიმე მოლაპარაკება, ასევე კახეთში გვაქვს ჩვენც ასევე სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით, იმერეთში ქუთაისის გარდა სხვა რეგიონებშიც ხდება, მაგალითად ვარციხეში შატო ვარციხია, რომელიც ჩვენი ახალი პროდუქტი აშენებს და ასე შემდეგ ნელ-ნელა ფართოვდება, ჩვენ მაქსიმალურად მიგვაქვს მოსახლეობამდე და დეველოპერამდე თვისებები და ის რომ მითი რომ ძვირია რომ ეს დაუმტკიცოთ. მინდა რომ სამომავლო გეგმებზეც მოვასწროთ საუბარი 2025 ნაყოფიერი იყო საუბრის დასაწყისში ვახსენეთ 2026-ში თუ გეგმავთ კიდევ დამატებით ახალი პროდუქტების მიწოდებას პროდუქტების ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წარმოების გაზრდავს გეგმავთ დავამატოთ გარკვეული ხაზები, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო ბევრი პროდუქცია ვაწარმოოთ. ასევე ვმუშაობთ თხელი ფორმატის ბლოკების წარმოებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ალბათ კიდევ შევთავაზეთ პროდუქციას, მაგრამ ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი ვნახოთ მომდევნო წლის ბოლოს შევხვდებით და საუბრობთ. წარმატებები, მადლობა სტუმრობისთვის და ბევრ წარმატებებს გისურვებთ. გიგა ხვინგია, იტონ კავკასუსის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.